მოგესალმებით, ეთერშია ქრონიკა 11 საათზე, მე ჟურნალისტი ნათია სონღულაშვილი ვარ. ძალადობის წახალისებასა და მხარდაჭერაზე ევროკავშირის საელჩო დუმს. მსოფლიო ბანკის პროგნოზი და ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდა საქართველოში. ამ წუთებში თბილისის მთავრობის ხდომა იწყება, პირდაპირ ეთერში ვთავთ კახა კალაძეს. დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. დღეს მართავთ 2026 წლის მთავრობის პირველ ხდომას, რაც ნიშნავს იმას, რომ დედაქალაქის მთავრობა ინტენსიურად განაგრძობს მოსახლეობის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას და რაც მთავარია, მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას სხვადასხვა პროექტებთან დაკავშირებით, თუ რა სამუშაოები განხორციელდება, რა პროექტები დაიწყება, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად დედაქალაქის მოსახლეობას მივაწვდით ინფორმაციას ყველა პროექტთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ 2026 წელი იქნებოდა მასშტაბური და გამორჩეული მსხვილი პროექტების თვალსაზრისით. ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ამ პროექტებთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ 2026 წელს. ბიუჯეტშიც, რა თქმა უნდა, ასახულია ყველა ის ინფრასტრუქტურული სამუშაო, რომელიც უნდა ჩატარდეს სხვადასხვა ქუჩების, გამზირების რეაბილიტაციის თვალსაზრისით, ასევე ჩვენ დავაანონსეთ ტრამვაის პირველი პროექტის განხორციელება თბილისში და ასე შემდეგ. ახლა აღარ გავაგრძელებ ამ პროექტების ინდივიდუალურად ჩამოთვლას, ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას ყველაფერთან დაკავშირებით. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით. კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო თბილისის მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელმაც მესამედ გვანდო ამ ქალაქის ბედი და მათ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საქმეში მხარდაჭერა და თანადგომა ვთხოვო, იმიტომ რომ თქვენი მხარდაჭერის და თანადგომის გარეშე, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება დედაქალაქში, რომელსაც გარკვეული დისკომფორტი მოაქვს. ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრია, როდესაც ვიწყებთ ქუჩების რეაბილიტაციას, გამზირების განახლებას, ეს არ არის მხოლოდ ფასადური რეაბილიტაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში, რასაც ვაკეთებთ, ეს არის მიწისქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, განახლება, რომელიც ამორტიზირებულია დედაქალაქის უმეტეს რაიონებში და უბნებში არის უმძიმესი მდგომარეობა. შესაბამისად, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ და რასაც ვაკეთებთ, ეს არის კომუნიკაციების განახლების სამუშაოები, რასაც რა თქმა უნდა თან დაყვება ხმაური, გზების გადაკეტვა, არის შემთხვევები, როდესაც ხდება წყლის შეზღუდვა, ბუნებრივი აირის შეზღუდვა. ცხადია, ამ მასშტაბურ პროექტებს აქვს თავისი გარკვეული დისკომფორტი, ხმაური, მტვერი და ასე შემდეგ. მე მინდა კიდევ ერთხელ მოუწოდო დედაქალაქის მოსახლეობას მხარდაჭერისკენ, თანადგომისკენ, სხვანაირად ამ პროექტების წარმოება უბრალოდ შეუძლებელია. ამიტომ ყველამ უნდა მოვითმინოთ, რომ ძალიან სწრაფად ჩატარდეს სამუშაოები, ხარისხიანად ჩატარდეს. ეს არის ჩვენი გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ინფრასტრუქტურული პროექტების წილი ჩვენს ბიუჯეტში საკმაოდ მსხვილი არის და მომდევნო მთავრობის ხდომებზე დედაქალაქის მოსახლეობას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას იმ პროექტებთან დაკავშირებით, რის განხორციელებასაც ვაპირებთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი საქმიანობით დაუტოვოთ ჩვენს მომავალ თაობებს უკეთესი თბილისი, უფრო გამწვანებული, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ახალი პარკებით, რეკრეაციული არეალებით და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ასევე ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებებს.
ბევრჯერ მithქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჯერ კიდევ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, წინ მიდის, ჯერ კიდევ არსებობენ ოჯახები, ადამიანები, ვისაც ჭირდება ჩვენი თანადგომა, ვისაც ჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი, ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ ოჯახებს გვერდით დაუდგეთ, ხელი შეუწყოთ და არ დავტოვოთ პრობლემების პირისპირ. რა თქმა უნდა, ბიუჯეტში არის ასახული ყველა ის პროგრამა, გინდ ჯანდაცვის მიმართულებით, გინდ სოციალური მიმართულებით, რომელიც, რა თქმა უნდა, დაეხმარება იმ ადამიანებს, იმ ოჯახებს, ვისაც ჭირდება ჩვენი მხარდაჭერა. ამ პროგრამებთან დაკავშირებით შემდეგ მთავრობის თომებზე, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად საზოგადოებას მივაწვით ინფორმაციას, თუ რა კეთდება და რა პროგრამები გვექნება 2026 წელს. 2026 წლის შობა ახალი წლის დღესასწაულებისადმი მიზღვნილი ღონისძიებები გუშინ დასრულდა, რომელიც 34 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს ახალი წლები, შობა და პირველ რიგში მშვიდობა უსურვოთ ჩვენს ქვეყანას. მშვიდობას არა აქვს ალტერნატივა, ხედავთ რა პროცესები მიდის მთელს მსოფლიოში. ამიტომ მშვიდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის პოლიტიკა, რომელსაც ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ახორციელებს, რა თქმა უნდა, მიმართულია იმისკენ, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე ქვეყანაში. მინდა ასევე, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა უსურვო ყველას, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის, სიკეთე, სიხარული, სიყვარული, ბედნიერება იყოს 2026 წლის მთავარი ღირებულებები. საახალწლო ღონისძიებები წელს საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანი იყო. ვიმედოვნებ, რომ საახალწლო სოფელში გამართულმა აქტივობებმა სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა როგორც დედაქალაქის მაცხოვრებლებზე, ასევე ქალაქის სტუმრებზე. მინდა გაწეული შრომისთვის მადლობა გადავუხადო მერიის თითოეულ თანამშრომელს, ყველა სამსახურს, ვინც ჩართული იყო აღნიშნულ ღონისძიებების მოწყობაში, ვინც ამ დღესასწაულის შეთქმაში შეიტანა წვლილი, ყველა ადამიანს არ მინდა გამომრჩეს რომელიმე სამსახური, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. მართლა ძალიან დიდი შრომა იყო ჩადებული, რომ სასიამოვნო დღეები გაეტარებინათ დედაქალაქის მოსახლეობას და ჩამოსულ სტუმრებს. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ თანამშრომელს, რადგან მთელი ამ დღეების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება იყო მიმართული საახალწლო სოფელზე, რომ შენარჩუნებული ყოფილიყო სიმშვიდე, აცილებული ყოფილიყოს რომ არ ყოფილიყო რაიმე ექსესები, უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა და ძალიან დიდი მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო იმ კომპანიის წარმომადგენლებს, რომელიც შესაბამის სამსახურებთან ერთად ჩართულები იყვნენ საახალწლო სოფლის ღონისძიებების ორგანიზებაში. მადლობას აუცილებლად იმსახურებენ მეწარმეები, რომელთა გარეშეც საახალწლო სოფელი უბრალოდ წარმოუდგენელია. მინდა მადლობა გადავუხადო არტისტებს, მსახიობებს, ბენდებს, ყველა ქართულ შემსრულებელს და შემოქმედებით ჯგუფს წარმატებული თანამშრომლობისთვის. ჩვენ მომავალ წლებშიც აუცილებლად შევქმნით საახალწლო ჯადოსნურ განწყობას თბილისელებს და ჩვენი ულამაზესი ქალაქის სტუმრებს. მართლა ძალიან სასიამოვნო იყო თუ როგორ იყო მორთული ჩვენი დედაქალაქი. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდა საახალწლო სოფელში და მომდევნო წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ეს ტრადიცია გაგრძელდება, რომელიც 2017 წელს დაფუძნდა, დავიწყეთ, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ წლევანდელი წელი იყო განსაკუთრებული. განსაკუთრებული იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამ 34 დღის განმავლობაში სტუმრობდა საახალწლო სოფელს, ნაძვის ხეს და ასე შემდეგ. მართლაც ულამაზესი იყო ჩვენი ქალაქი. რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ ტიპის ღონისძიებებს, გავაგრძელებთ ჩვენი ქალაქის განვითარებას, აღმშენებლობას და საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. საკმაოდ საინტერესო 2026 წელი იქნება ჩვენი დედაქალაქისთვის. მუსმენდით კახა კალაძეს. ევროკავშირის საელჩო ქრონიკის კითხვას მეორე დღეა არ პასუხობს. ძალადობის რომანტიზებისა და წახალისებისთვის საელჩომ სახელმწიფო დროშის დღე გამოიყენა. გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც საპროტესტო აქციებიდან კადრებია გამოყენებული.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება, რაც 2025 წლის ივნისის პროგნოზთან შედარებით 0.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ანგარიშში წერია, რომ გლობალურმა ეკონომიკამ მოსალოდნელზე გაცილებით მაღალი მდგრადობა გამოავლინა. კავკასიის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკის მაჩვენებელში ლიდერი საქართველოა. სომხეთის ეკონომიკა გაიზრდება 4.9%-ით, აზერბაიჯანის ეკონომიკა გაიზრდება 1.8%-ით. საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში ჩამორჩებიან მოლდოვა და უკრაინაც. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით 2 ადამიანი გერმანიისა და თურქეთის მოქალაქეები დააკავეს. ერთი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მეორე კი სასაზღვრო გამშვებ პუნქტ სარფის ტერიტორიაზე. ბრალდებულების პირადი და სამგზავრო ჩანთის შხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის კოკაინი, მეთამფეტამინი და პრეგაბალინი. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვის ბრალდებით 2 ადამიანი გარდაბანსა და თეთრი წყაროში სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე ნაგებობის შრეკის შედეგად ამოიღეს მეთადონი, მარიხუანა და მცენარე კანაფი. დანაშაული 20 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. განათლების მინისტრი გორში შიდა ქართლის რეგიონის მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა მთავარი თემა ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია და ამ სფეროში არსებული გამოწვევები იყო. გიბი მიქანაძემ უპასუხა კითხვებსაც, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით გაიმართება. ჰქონდა შესაძლებლობა შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების სასკოლო საზოგადოებასთან ერთად განგვეხილა ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რაც რეფორმით არის გათვალისწინებული. გაგვევლო და დეტალურად ვემსჯელა ყველა იმ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც მეთოდოლოგიის, ასევე ახალი სახელმძღვანელოების შემუშავებასთან და რომელიც უკავშირდება სკოლის პრესტიჟის ამაღლებას, მის შედეგიანობას, ეფექტიანობასა და ხარისხის გაუმჯობესებას. მინისტრმა მოუწურავად უპასუხა ამ კითხვას, რომელიც მოდიოდა სასკოლო საზოგადოების მხრიდან და ვფიქრობ, რომ რეფორმა პირველივე ნაბიჯებიდანვე სტოვებს იმის დაბეჭდილებას ვარ უაღრესად წარმატებული, მორგებული თითოეულ სკოლაზე, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებზე, პედაგოგებზე, მშობლებზე და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენს მოსწავლეებს და პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც გამოიკვეთა აი ამ კვლევების შედეგად ჩვენს აი ამ ზოგადი განათლების ამ მიმართულებით. მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ყველა პრიორიტეტულ საკითხზე გამახვილდა ყურადღება, შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, დაისვა ბევრი საინტერესო შეკითხვა. ქრონიკა დასრულებულია, პირდაპირ ეთერში 14 საათზე დაუბრუნდებით დროებით.